კიდევ ერთხელ გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ მილიონი მადლობა თვითონ თქვენთაგან ჩემთან ურთიერთობისთვის და ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის და მოდით ვნახოთ. დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. და მოდით იყოს აი ეს ორი მანდალა. პირველი, მეორე. დაბრუნდება თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. პენტაკლები, ჯერჯერობით არა მეგობრებო. ჯერჯერობით ამის დაბრუნების, რა ვთქვა, ფიქრი აქვს, ილუზიები აქვს, შეიძლება ეს იზმრებით კიდეც ოცნებობდეს რაღაც თავის ფიქრებში მონახაზებსაც და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ჯადოქარს ეზოთერიკსაც მიმართავდეს, მკითხავთ ან დადიოდეს, არ ვიცი რაღაცებს არ კვებდეს. ძალიან დიდი ამისი ალბათობის შანსი, მაგრამ ჯერჯერობით დაბრუნების ენერგიები ცოტა ნაკლებად, ილუზიები კი ბატონო, იცოცხლეთ იმდენი აქვს. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ მეორე ვარიანტი. დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. აბა მანახე, დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. რა ხდება დღეს უმეოცნებები? რა ამბავია ეს? ენერგიები ძალიან მეორდება მეგობრებო. ხო, აქ დაბრუნების შანსი ბევრად მეტია, ოღონდ ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ტრანსფორმაციების და ბოლოს გონებით მიღებული გადაწყვეტილებების მერე, აქ დააკვირდით. თქვენ შესაძლოა მანძილზეც ხართ მეგობრებო ერთმანეთისგან, მაგრამ ამ დასტაში ქალბატონი ჩაის ორ ფინჯანზე ასხავს, ანუ იდეაში ეს ამბავი მოიაზრებს, რომ ყველა შემთხვევაში მეორე ადამიანი, ანუ კომპანიონი უნდა მოვიდეს, ხო? კომპანიონი, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, რომელ კონტექსტშიც არ უნდა განვიხილოთ და ამ ქალბატონთან ერთად მიირთვას ჩაი. ასე რომ პერსპექტივა ამისი არის. ამისი პერსპექტივა კი, აქ უფრო მეტია ალბათობა. ადამიანი გაიაზრებს ბევრ რაღაცას, საჭადრაკო პარტიასაც კარგად გადახედავს, რომელიც სვლა როგორ ჯობია, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ხო? აი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და ეს ადამიანი კი, აუცილებლად მოვა. აუცილებლად დაბრუნდება თქვენს ცხოვრებაში. მადლობა. მეორე ვარიანტსაც დაგემშვიდობებით ვდრავებით.